იცოდით, რომ არსებობს გენეტიკური ფაქტორი, რომელიც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მისი დადგენა კი მხოლოდ ერთი ანალიზით არის შესაძლებელი. ათეროსკლეროზი არის ქრონიკული პროცესი, რომლის დროსაც არტერიების კედლებში ქოლესტერინი და სხვა ცხიმები გროვდება. დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ავიწროვებს სისხლძარღვებს, ამცირებს მათ ელასტიურობას და აფერხებს სისხლის მიმოქცევას. გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებამ შესაძლოა სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი გამოიწვიოს, ხოლო ტვინის სისხლძარღვების დაზიანებამ ინსულტი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ათეროსკლეროზი ხშირად მრავალი წლის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზრდის ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს არის ლიპოპროტეინ A. მისი მაღალი დონე ხელს უწყობს არტერიების კედლის ანთებასა და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. ეს კი თავის მხრივ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტისა და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ლიპოპროტეინ A-ს მაღალი დონე გენეტიკურად არის განპირობებული და ადამიანს არავითარ სიმპტომს არ უჩენს. მისი ადრეული დიაგნოსტიკა კი მნიშვნელოვანია კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკების შესაფასებლად, შემდგომი მართვისა და შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ეფექტურ კონტროლს უწყობს ხელს. ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში ლიპოპროტეინ A-ს კვლევა ადგილზე სრულდება. პასუხის მიღება კი იმავე დღეს არის შესაძლებელი. გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დროული დიაგნოსტიკით იწყება. ჩაიტარეთ ლიპოპროტეინ A-ს კვლევა ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში ან ისარგებლეთ ბინაზე გამოძახების სერვისით.